15 სექტემბერს საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება. იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის ნომერ 2 საჯარო სკოლაში 150 პირველ კლასელია დარეგისტრირებული. სკოლის დირექტორის მურად ჯიშკარიანის ინფორმაციით, სკოლა აქტიურად ემზადება ახალი სასწავლო წლის დასაწყებად. პირველ კლასელებს სასწავლოს ოთახებში დახვდებათ ინდივიდუალური წიგნები და კომპიუტერი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციებით გაუქმებულია სკოლის შენობებში დეზობარიერის გავლით შესვლის, თერმოსკრინინგის განხორციელებისა და პირბადის ტარების ვალდებულება. ხვალ არის დიდებული დღე სასწავლო წლის დაწყება და მინდა გითხრათ რომ ეს არის ერთგვარად მოლოდინი სიახლისა, მოლოდინი განცდა იმისი რომ აი როგორ დავხვდებით, როგორ შევხვდებიან განსაკუთრებით პირველ კლასელები, რა თქმა უნდა 150 პირველ კლასელი შემოდის მიმდინარე სასწავლო წელს ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლაში. სკოლა მზადაა მათ დასახვედრად. გარდა ამისა, სასიამოვნოდ არის ის ფაქტიც, რომ არ არის უკვე პანდემიის ის შეზღუდვები, რომელიც ჰქონდა, პირბადეების ტარება არ არის სავალდებულო, დისტანციური სწავლება უკვე განსაკუთრებული შემთხვევის გარდა მინისტრის ბრძანებით არ დაიშვება და ეს მისასალმებელია, იმიტომ რომ მან გარკვეულწილად იმოქმედა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე. ჩვენი სკოლა როგორც ყოველთვის აქტიურად ემზადება ახალ სასწავლო წლის დასაწყებად. განსაკუთრებით გამოირჩევიან პირველი კლასის პედაგოგები, დამრიგებლები, რომლებიც თავიანთ საკლასო ოთახში მუშაობენ, ალამაზებენ, რათა სათანადოდ დახვდნენ პირველ კლასელებს, მათთვის იყოს სახალისო, საინტერესო გარემო, ხვდებათ ლამაზად შეფუთული სახელმძღვანელოები, ბუკები, ასევე სამახსოვრო საჩუქრები, ჩანაწერები. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის და გვეყოლება ბევრი წარმატებული მოსწავლე.